თომარ წავიკითხე, ბევრი რამ წავიკითხე და ეგ ეთყობა არ ჩავთვალე. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იმ მანიფესტზე საუბრობს, რომელიც ბრიუსელთან შეათანხმეს და რომლის წაკითხვაც გეგმაში ჰქონდათ. თუმცა მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მედიით ამბავი წინასწარ გავრცელდა. ოპოზიციის მორიგი გარე დირექტივის შინაარსი პრაიმ ტაიმმა მოიპოვა. წინააღმდეგობის მოძრაობის ეგრეთ წოდებულ მანიფესტში ტრადიციულ, უსაფუძვლო და ვერასდროს დამტკიცებულ ბრალდებებთან ერთად შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია გაკრიტიკებული. Deep State კი ცრუ ნარატივად შეფასებული. როგორც ჩანს, მორიგმა მხილებამ რადიკალები დააბნია, რადგან მანიფესტის სულისკვეთებას აქციაზე გამოტანილი ბანერებით ასწდნენ. აირივნენ ნარატივშიც. თუ თინა ბოკუჩავამ არ წაკითხული მანიფესტის არსებობა დაადასტურა, სხვებმა უარყვეს. გულწრფელად გონები, რომ არ ვიცი საერთოდ რა მანიფესტზე საუბრობ, რა მანიფესტი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ბოლომდე ვერ შესრულებული გარე დაკვეთის მიზეზი რამდენიმე კვირის წინ მიღებული მწარე გაკვეთილიც იყოს. მაშინ, როდესაც იმავე პრაიმ ტაიმმა ევროკავშირის კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ ბრიუსელიდან გამოგზავნილი ოპოზიციის კუთვნილი დოკუმენტი გაავრცელა, რომელიც ადრესატებმა რამდენიმე წუთში უცვლელად წაიკითხეს. სანახაობად ქცეული ევროპიდან მიღებული დირექტივის შემდეგ, მაშინ გარედან მართული რადიკალიზმი კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა. ეს იყო სიყალბის ერთი წელი, რომელშიც ნახეთ, რომელმაც მოიტანა თავისი დადებითი შედეგები. მთლიანი ეს სიყალბეს პოლიტიკური სიბინძურე, ყველაფერი ამოვიდა ზედაპირზე, ყველაფერი დავინახეთ, ყველა გაიშიფრა, როგორც შიგნით, ისე გარეთ, ყველა დავინახეთ. ყველა ქართველი, რომელიც უცხოელ ცალფეხზე უდგას, დავინახეთ, ყველა უცხოელი, რომელიც აქ იმისთვის არის ჩამოსული, რომ ცალფეხზე დააყენოს ქართველი ხალხი, ყველა გარედან, ასე ვთქვათ, დაკვეთების მიმცემი, ფულის გადამხდე, ყველაფერი დავინახეთ. ბრიუსელის დავალებების გამხმოვანებლების რამდენიმე კვირის წინანდელ მხილებას იხსენებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. არჩილ გორდულაძე წერს, რომ ოპოზიციას გუშინდელი მანიფესტის წაკითხვაზე უარი წარსულმა გამოცდილებამ ათქმევინა. გორდულაძე ხაზს უსვამს ტექსტში დონალდ ტრამპის შესახებ ჩანაწერზე. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ტექსტში ღიად არის დაფიქსირებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკა და აღნიშნულია, რომ Deep State მისი და ქართული ოცნების ცრუ ნარატივია, რომელიც სათავეს რუსეთში იღებს. პრინციპში ამ გზისკენ ღიად მიდიოდა ოპოზიცია დროთა განმავლობაში და ეს უკვე ნანახი კინოა, რადგან დონალდ ტრამპი მათ ერთხელ უკვე გამოაცხადეს რუსეთის აგენტად. ასე რომ არაფერი იცვლება მეორე მხარეს, აგენტურად რჩება. დავალების შესრულება მათი მთავარი ამოცანაა, ხოლო ამ დავალების შესრულების დროს თავქარიანი აგენტები კვლავ მზად არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის აგენტად გამოაცხადონ. დირექტივების ადგილობრივი შემსრულებლების შესახებ საუბრობენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია კარგა ხანია საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. მანიფესტი, რომლის საკითხას აპირებდნენ, ეს კვლავ გამომჟღავნდა და შესაბამისად მათ აარიდეს თავი იმ უხერხულობას, რა უხერხულობაც შეექმნათ 2 კვირის წინ. თუმცა, ტექსტში იკითხება, რაც პირდაპირ ევრობიუროკრატებმა მიცეს, რომ ამ შემთხვევაში ისევ შეტევა უნდა განახორციელონ ბატონ დონალდ ტრამპზე. დაბეჭდილება რჩება, რომ აქცია, რომელიც აი ამ რადიკალთა მიერ არის ორგანიზებული, აი ამ გარეძალების ხელში საცდელ ლაბორატორიად გადაიქცა. რაღაცა ცდებს ატარებენ მათზე. ამჯერზეც თქვენ ნახეთ, როგორი სამარცხვინო ამბავი იყო, ხომ, მანიფესტი, რომელიც წინასწარ იქნა გაჟონილი. ესე იგი, წინასწარ უდგენენ თამაშის წესებს, წინასწარ კარნახობენ და სამწუხაროა, რომ აგენტურული ძალები გადაიქცნენ აი ამ ძალის ხელში თუთი ხუშებად. მანიფესტი იქნება ეს, თუ მათი შეუმდგარი გეგმა, თუ ნებისმიერი განცხადება, ეს ასევე არის მაგალითი იმის, რომ აქაური ეგრეთ წოდებული ვითომ NGO და ვითომ პოლიტიკოსები თავის თავს არ ეკუთვნიან და იქიდან გამოგზავნილ მანიფესტს ხან ვერ თარგმნიან, ხან არასწორად თარგმნიან, ხან იბრალებენ, რომ თვითონ დაწერეს. ქვეყნის გარეთ ევრობიუროკრატების, ქვეყნის შიგნით მათი დავალებების შემსრულებლების არაერთი მტრული კამპანიის შემდეგ ანტიქართულ თამაშებს ქართველებისგან სათანადო პასუხი მორიგ ჯერზე გაეცა. ერთთვიანი მობილიზაციისა და რადიკალური პარტიებისა და NGO-ების ჩართულობის მიუხედავად, ასე გამოიყურებოდა გუშინ რუსთაველის გამზირი.